დაპირისპირება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გრძელდება. რეგიონული ორგანიზაციების შემდეგ ახლა უკვე თბილისის ორგანიზაციების წევრები ემიჯნებიან პარტიას. ნაციონალური მოძრაობა კიდევ 300-მდე წევრმა დატოვა. პარტია დატოვეს ასევე თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ანა გოგოლაძემ და მამუკა გუგეშაშვილმა. პარტიიდან წასულები მოქმედი მენეჯმენტის მმართველობის ფორმით უკმაყოფილოები არიან და თვლიან, რომ პოლიტიკური გაერთიანება დღითი დღეს უსტდება. მე არ ვიცი, ჩემო მეგობრებო, მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია? შეიძლება ის არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრის. შეიძლება ის არის მექანიზმი თქვენი ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით, ტოვებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. დგამთ ნაბიჯს წინ მომავალში იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. დღეს სამწუხაროდ აღარაფერი დარჩა ნაციონალურ მოძრაობისგან. კერძოდ იმ იდეალებისგან, იმ პრინციპებისგან, იმ ღირებულებებისგან, რითიც ნაციონალურ მოძრაობა წარმოადგენდა ქართულ პოლიტიკაში. ვაპირებთ ახალ პარტიაში შესვლას, რომელიც აუცილებლად დაფუძნდება უახლოეს მომავალში ნიკა მელიას ხელმძღვანელობით და სწორედ ამ პარტიიდან ვაპირებთ ღირსებით, სიმართლით და რაც თავარია შეუპოვრობით ბრძოლის გაგრძელებას. ფაქტურად რუსული რეჟიმის გვერდზე დაბრძოლი ხალხი მოიყვანეს და თავზე დაასვეს აი ამ იდეალის სავსე იდეებით და სავსე ხალხს და ამიტომ ამ ხალხზე თავზე დაჯდომას ჩვენ ვერც ნაციონალს ვაპატიებთ და ბატონმა მიშამაც უნდა იცოდეს, მიშას მამაც უნდა იცოდეს, აი ეს ეხლა ვინც ხავს მენეჯმენტში და ის ხალხი ვინც მოატრიალებს, ეგენი ამ პარტიას დაღუპავენ, თორე თავი გზა კონდეთ მომავლისკენ.